სახელთა მამისათა და დისათა, სულისა წმინდისათა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. და მოგვა ჩვენ საუკუნის ცხოვრება და მადლიერად სახელსა მისცა მარათის. მადლობა ღმერთს დღევანდელ დღისათვის ჩვენი შეკრებისთვის ამ დღესასწაულს ტაძრის დახსენებას კეთილმოწყალე მეფე ბაგრატ მესამისა გამართლება საქართველოში. აღავლეთ და ლოცით ვედრებით რომ როგორც მაშინ ღვთის განგებით ბაგრატ მესამის გამორჩევით მოხდა გაერთიანება საქართველოში. ასევე ვითხოვთ რომ ევედროს უფალს რომ განაგოს უფალმა გამთლიანება საქართველოში. მშვიდობა ჩვენ ქვეყანაში. წარმატება, კეთილდღეობა თონდეს ჩვენ ერს და ქვეყანას. და ქვეყნიდან წასული ამ ძიმე და სპოთვარე სტების მანძილზე საზღვარგარეთ გასული ქართველები თავის შვილებთან ერთად დაბრუნებულიყვნენ. იქ შედენილი ცოდნა თუ გამოცდილება აქ ჩვენ ქვეყანას და თავის ქვეყანას სამშობლოს საზიკეთოთ მოახმარონ ეს ყოველივე ამას ვედრებით ჩვენ. როგორ მოხდა თქვენ იცით ცხოვრება მისი რომ უფალმა გარი პირობები შეიქმნა თვითონ რომ არავინ იყო მემკვიდრე სამეფო ტახტზე ბაგრატთა შორის სადაც што იყო ქართლის, კახეთის, იმერეთის, ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის და ერთადერთი იყო დარჩენილი მას. ესეც განგება ღვთისა და მაგრამ არა საკმარისი იყოს განგება. თვითონ ადამიანებს უნდა დაეთანხმოს და თქვენ კარგად იცით იონე მარუშიძე მიმართა დავით ყურაპალს და ეს განზრახვა და ეს განგება აღსრულდა ერთობით, ურთიერთთანხმობით, ძალადობით შეუძლებელია რომ გაერთიანოს საქართველო. პირიქით უფრო მეტად შეიძლება დაიშალოს. ჩვენი გზა მშვიდობისა და ეს მშვიდობიან უფალმა გაერთიანა საქართველო ერთი მეფის ეგიდის ქვეშ, ისი ურთხევის და ბრძანების ქვეშ გაერთიანა. ამას ვითხოვთ ჩვენ და გამოერთიანებელი უფალი და უფლის მიერ ქვეყანაზე ეკლესია, მართლადებელი ეკლესია. თოთ ამ თოთახნის წინ იყო შაბათს, გასულ შაბათს ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც პატრიარქის კურთხევით დაარსდა საქართველოში. ჩვენთან ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სამწუხაროდ თუ ვიყავით 40 ცენტრებში 4 მილიონზე მეტი, საქართველოში დღეს 2 მილიონზე ნაკლები ვართ. ეს კატასტროფული მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ მშვიდობით. იმენ ვახშობთ საზღვარგარეთ წასულები, მაგრამ აქ მყოფნიც და აქ უნდა შეიქმნას პირობები, რომ ისინი ჩამოვიდნენ, რომ ადრე ესეთი კითხვა დაასვეს, რომ ჩამოვიდენო, აქ უმუშევრობაა და კიდე ახალი უმუშევრობა დაგვემატებაო. შივშილობთ და უფრო მეტად ვიშიმშილებთ. და იქიდანო გვეხმარებიან აქ. მახსენდება ერთი რათა შეხვედრა იყო ტელევიზიით რათა კითხვა-პასუხის რეჟიმს იციან ხოლმე. და თავრობის წარმომადგენელს კითხეს მაშინ რომ აი აფხაზეთში რამდენი დაიღუპა ქართველიო. იცით რომ სტატისტიკურ მონაცემები არ გვაქვს ჩვენ ზუსტად გავიდა რამდენიმე წელი და მონაცემები აქვს რამდენი დაიღუპა. ну ამ სხვა კითხვები დასვეს და მე დასვეკითხა და აი საზღვარგარეთ რო არიანო ესე იგი რო ჩამოვიდნენ და თითქა უკეთესიაო რომ იქიდან გვეხმარებოდნენ ჩვენო და მაგალითათო წელიწადშიო შემოდისო რაღაცა მილიონები და თანხა იმადგანო საქართველოსიო. ეს აქ ბრუნვა ხდება ფულისო. ისე ფული დათვალეთო და ადამიანის სიცოცხლე არ გითვლიათო. აი ეს უმძიმესი წრეები გამოვიარეთ ჩვენ და ხედავთ
აფხაზეთის სამაჩაბლოს ჩვენი ტრაგედიები და თავი ტრაგედია არის სიძულის დათესვა რომ გეუბნებიან კი შეგიძლიათ და ჩვენ არ გვიჩხუბია მაგრამ ვიღაცამ ჩააგდო ეს ვარდლის თესლი ჩვენ შორის რომ შეუძლებელი გახდეს ერთობა ამიტომ ვთხოვთ და ვევედრებით ესე მორწონ მეფე მაგრად მესამეს რომ უფალს შეავედროს ერი და ქვეყანათვისი ეს დედაქალაქი იყო ისი მეფეთ იყო აქ აღშენა ღვთისადიდებლად ტაძარი დიდი მაგრატის ტაძარი და რადგან აღდგეს ტაძარი და მოქმედი გახდა ეს ჩვენთვის იყოს ეს ნიშანი და საწინდარი მისი მეოხებისა ქრისტიანში რომ ასე უფალმა განაგოს გაერთიანდა გამთლიანება მშვიდობით ქართველი ერის და საქართველოს ქვეყნის ამას თხოვთ და ილოცავთ დღესასწაულს რომ აი აქ იყო ტაძარი სობორო ალექსანდრე ნეველის იყო ხო ეს რუსების ერთ-ერთი დიდი მთავარია ეხლა ორი ქართველი დიდი მეფის მაგრად მესამის და დავით აღმაშენებლის მეოხებით და ყოველთა წმინდათა საქართველოს ეკლესიის წიაღში გაბრწყინებულთა მეფეთა დედოფალთა და ბერმონოჟონთა პატრიარქთა ერთობით რომ ძეცაში არის და საქართველოს წარმოგიდგენიურ საქართველოს რასაც უწოდებ ჩვენ საქართველოს ეკლესიის წიაღში გაბრწყინებულნი წმინდანების ერთობლივ ლოცვას ვითხოვთ რომ გამთლიანოს გაერთიანოს საქართველოს მშვიდობით და იმ მეგობრული მეზობლური და ნათესაურის კავშირების ისევ აღდგეს მშვიდობით იმიტომ ნათესავები იყვნენ ორივე მხარეს ერთმანეთის და აი ოჯახი და ის იდეოლოგია რომელიც შემოდის ჩვენთან და ვიცი მომიტინგები რო არიან ბერშოვპედიან და ლანძღვის და ბოროტესმენს არაფერს տեսავენ ოჯახებს შეიტანეს გაყოფა თოლქმარი ერთმანეთს საერთოდ ისინი პარტიაში ის ამ პარტიაში რა დღეშია ან შვილ და დედა იქით არის მამა მეორე შვილთან აქეთ არის და ერთ ოჯახში ესეც კი მოხდა რომ მამა მოვიდა და ისო შეხო ჩვენთან არ ახარო და შენ თუ გაიკეთე შენ ჭამეო აი აქამდე ანეკდოტამდე დავიდა ეს დაპირისპირება მეთა გაამთლიანოს კიდევ ერთხელ ვითხოვ ამ და თქვენ და ყველამ ერთად ვითხოვოთ ზეცა ჩვენსკენ არის ჩვენს ზესისკენ ვიყოთ მიმართული და გაგვაერთოს ჩვენ უფალმა ერთად